Zină și patava exitlis. Სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ცეკვა კოლხა ანსამბლში. კოლხაში მყავს სამი მასწავლებელი, 1 მამა და 2 სხვებია. მახსოვს პირველი დღე რომ მივედი ანსამბლში. სოფლები მოვიდნენ და მამა იჯდა და წერდა სახლ და გვარებს. ამ სიაში ჩემწერა პირველი მე. ცეკვაზე დავიწყე მახსოვს მე რომ ვიყავი 4 წლის. ცეკვაში ყველაზე თვლია რომ ახალ დროებს სწავლობ და ბავშვები რო არ დადიან და მე რომ მოვლენ მეორე დღეს და მამა მე მასწავლებელი იტყვისება ეს ცეკვა ჩამაბარეთო და მე გავუკვირდებია. რომ არ დადიან სამწუხაროდ არ იციან. ცეკვაში ყველაზე ადვილია ჩაკვრები. ასეა და მე ასე ფეხს აწევ, ჩაგდებ და მე მეორე ფეხს ვცვლი. მე უკვე ისე კარგად ვიცი ცეკვა რომ შემიძლია გამოვიდე მასწავლებელი. ჩემი საყვარელი ცეკვა განდაგა. ძალიან მოწონს დიდ სცენაზე ცეკვა. ზოგჯერ რეპეტიცია გვაქვს სცენაზე, ანუ სულ დაიწყება ცეკვა, ზოგჯერ გვაქვს სცენაზე რეპეტიცია, ზოგს ეშლება. მაგრამ კონცერტზე კარგად ცეკვავთ. ჩემი მამა იყო ძალიან კარგი მასწავლებელი. იმიტომ რომ ზოგჯერ ადრე გვიშეს რეპეტიცია და უკვე 5 ჩემ მქონდა კონცერტი. ყველაზე მეტად მომეწონა მეხუთე კონცერტი. იმიტომ რომ ყველა ვიყავით რა ზოგჯერ ვაცდენდით ვიღაცები აცდენდა და მეხუთე კონცერტზე არავინ არ გააცდინა. კარგად იცეკე და უცნო ადამიანებმა მაჩუქეს ყვავილები. ყვავილებიდან გავარმე წითელ ვარდს. კოლხაში გოგოები ცეკავდა ბიჭებიც. ჩემი ედით გოგოები უფრო კარგად ცეკავთ ვიდრე და ბიჭები. იმიტომ რომ ბიჭები სულ თამაშობენ, აგვიანებენ და ტელეფონში არიან. თან გოგოებს უფრო გვიხდება ცეკვა. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს წითელი, გრძელი და შიგნით კამარჭა ვიწვევ და მე გარედან გადავისვევ კაბას. მინდა მქონდეს კონცერტი თბილისში. რომ გავიდები, მინდა გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. თუ ცეკვის მასწავლებელი ვერ გამოვა, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ხატვარი. ხატვა ახლა ძალიან მიყვარს და დავიწყე ხატვა როცა ვიყავი 5 წლის. ჯერ ჩემი ხატავდი და მე დედი კავშირი მიყვანა ხატვაზე და ძერწვაზე. ყველაზე ხშირად ხატავ ბუნებას. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი და არ მიყვარს ნაცრისფერი. იმიტომ რომ ამ ფერს ვერაფერში ვერ ვიხენებ. ყველაზე ხშირად ჩუკინე ნახატებს დეიდას. ნახატებს ვაკრავ, იმიტომ რომ მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 20 ლარი. მე როცა მაქვს ფული ბევრი, სათამაშო წყვილი და ჩემი დასად წყვიდეს ზოგჯერ სათამაშოებს და საჭმელს. ყველაფერს ჭამდა და ახლა დაიწყო მარტო ტკბილეულების და სხვა რაღაცების ჭამა. მეც მიყვარს ტკბილეულის ჭამა. ჩემი საყვარელი ტკბილეულია თეთრი ნაყინი. სხვათა შორის ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავუკეთე ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო პატარ კექსი. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის თურქეთის გამოცხობა. ჩემი საყვარელი თამაში მგილობენ. სხვათა შორის მე ტიკტოკერიც ვარ, მაგრამ ჩემი საიდუმლოა. დავიწყე მოკლე ვიდეოების გადაღება. ვიდეოს ნახულობ და ხმას ვიღებ და იქიდან ცეკვა. იუთუბერობა იმიტომ დავიწყე, რომ მინდა ხალხმა გავიცნოს და ვიყო პოპულარი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს და ჩემი მეგობრები კარგი მყავდა მასწავლებელიც. საყვარელი საგანია სპორტი. და რა სპორტში ზოგჯერ გვაქვს ბევრჯერ შეჯიბრი კონდა ბევრჯერ და 2ჯერ მოვიგეთ პირველი ადგილი. საყვარელი მასწავლებელია ლია ჩაგონავა. ის არის ჩემსავით ლამაზი, თბილია, გვეხუტება, კარგად ხსნის გაკვეთილებს. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცი, მაგრამ მინდა გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეწყო, რომ ჩემი კლასი ყველაზე კარგი. ახლა მინდა ვიყავ დიდ წლის, იმიტომ რომ დაბადების დღე მაქვს 26 მაისს. დაბადების დღეზე მინდა მაჩქონ ტელეფონი და ლეკვი. სახში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ძმა და და. კიდევ მინდა მყავდეს 2 და და 2 ძმა. ჩემი ძმა 14 წლის და ქვია ნიკოლოზი. ის არის კარგი ბიჭი, თბილია. სულ როცა მოდის სახში, სულ საჩუქრებით მოდის და სულ გვეთამაშება და გვეხუტება. და არის 2 წლის და ქვია ლილე. ლილე არის ხიარული. კიდე გიჟი და
თბილი. ჩემი მეზლიზე გაიზრდება გამამა მხატვარი, იმიტომ რომ ჩემს წავით უყურს მხატვარი. და ნიკოლოზი გამა მუსიკოსი. მამიკო არის შაბათავა. ეს არის მშრომელი, მხიარული და სიმპათიური. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ დედას ეხუტება და რაღაცას თუქნის. დედიკო არის ლამაზი, მშრომელი, თბილგული და მზრუნველი. მე ყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი ფილმი არის მინიონი. დედას რომ ჯოხი მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება. დედა ჩემს ან მამა ჩემს ან ვინმეს თუ დაჭირდება მივცე. პირადად ჩემთვის ვიყიდი სათამაშოების და ტკბილეულების მაღაზიას. სამოგრელოდ მინდა წავიდება კორეანში, თბილისში და პარიზში. წინა ბავშვმა დამეტოვა ასე შეკითხვა. რომელიც სუპერცალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა შემეძლო სხვისი აზრების საკითხვა. შემდეგ ბავშვს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მამა ჩემი ირაკლი შაბათავა. ბედნიერება არის ლექვის შუქება და დედიკოს ჩეხუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.